გირაოს გადაუხდელობის გამო ირაკლი ოქროაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ყოფილ თავდაცვის მინისტრს წულკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმედის თანამშრომელ შაკო ნათენაძეზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით ნათენაძე ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე საქართველოს არ მიწვევის მიზეზად კობახიძის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ასახელებს. პოლიციელები ვიყავით მოქალაქეებისგან დასაცავი, თქვა მოწმე პოლიციელმა 8 პოლიტპატიმრის სასამართლო პროცესზე. ვეცდები პუტინს დაველაპარაკო, ვეთყვი, ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე, თუ ღმერთი გწამს, განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს უწოდებდნენ, გარდაიცვალა. ხოსე მუხიკა, რომელიც მოგზალებული ცხოვრების სტილით გამოირჩეოდა 89 წლის იყო. ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის გამრისთვის 29 ივნისს ჩარლს ოლივერას წინააღმდეგ იბრძოლებს.